საქართველოს ჩემპიონი იბერია 1999 დღეს გამართავს UEFA კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე რაუნდის განმეორებით შეხვედრას, რომელშიც უმასპინძლებს ესტონურ ლევადიას. საინტერესო მატჩის მოლოდინში არიან გულშემატკივრები, შეგახსენებთ იმას, რომ პირველი შეხვედრა ესტონეთში ლევადიას გამარჯვებით მინიმალური სხვაობით ანგარიშით 1-0 დამარცხდა, თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ იბერია 1999-მა გაცილებით უკეთესი შეხვედრა ჩაატარა, ძალიან ბევრი საგოლე მომენტი შექმნეს იბერიას ფეხბურთელებმა და ერთი კონტრშეტევა გაეპარათ, თუმცა რამდენიმე ძალიან კარგი შანსიც ჰქონდათ, რომ გაიტანათ გოლი, თუმცა ამ შანსის გამოყენება ვერ შეძლეს იბერიას ფეხბურთელებმა და ზუსტად ამის იმედი აქვს, რა თქმა უნდა, გულშემატკივრებს და იბერიას ფეხბურთელებსაც, რომ ამის გაკეთებას შეძლებენ უკვე საკუთარ გულშემატკივართან ერთად მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე. ეს შეხვედრა დღეს გაიმართება თბილისის დროით 20 საათზე მიხეილ მესხის სტადიონზე, რომ ნახოთ შეძლებს თუ არა საქართველოს ჩემპიონი კონფერენს ლიგის მესამე რაუნდის საგზურის მოპოვებას. ამისათვის გუნდს სჭირდება მინიმუმ 1 ბურთიანი სხვაობით მოგება, ამ შემთხვევაში დამატებით დრო დაინიშნება, თუ 2 ბურთიანი სხვაობით მოიგებს საქართველოს ჩემპიონი, ავტომატურად გადავა უკვე შემდეგ ეტაპზე. ნახოთ რის გაკეთებას შეძლებს იბერია 1999, რომელიც არ არის ერთადერთი ქართული გუნდი, რომელიც ასპარეზობს კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე რაუნდში. აქ არიან გორის დილა, ასევე ქუთაისის ტორპედო და თბილისის სპაერი, მათი შეხვედრები უკვე ორ დღეში გაიმართება. საპასუხო მატჩები სამივე გუნდი შინ ჩაატარებს შეხვედრას და ისევე როგორც იბერიას მათაც წაგებული აქვს შეხვედრები, სპაერს 2 ბურთით აქვს წაგებული ვენის აუსტრიასთან, რიგასთან წააგო თავისი შეხვედრა გორის დილა მინიმალური სხვაობით და ასევე მინიმალური სხვაობით დამარცხდა კვიპროსში ომონიასთან გამართულ შეხვედრაში ტორპედო. დღეს კი რა თქმა უნდა იბერია ეცდება, რომ ლევადიას ბარიერი დაძლიოს და გადავიდეს შემდეგ ეტაპზე. ამდენ გოლს რო ვერ გაიტან, მერე საშიშროება არის, რომ შეიძლება გაუშვა და სამწუხაროდ ესეც მოხდა. რეალიზაციის დიდი პრობლემა ჰქონდა. რა ვიცი, რო გითხრათ, რომ ხარისხი გვაკლია, ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ მანამდე გვაქვს დამტკიცებული ის თუნდაც ეროვნულ ლიგაში, რომ ესეთ ბურთებს, რა ვიცი, ესეთი გოლები ჩვენ გავგვაქვს და ძალიან სამწუხაროა, რომ ძალიან ესე რო ვთქვათ, საჭირო გოლები იყო და ძალიან მჭირდებოდა ესე რო ვთქვათ საპასუხო მატჩამდე და სამწუხაროა ვერ გავიტანეთ, მაგრამ ძალიან დიდი იმედი გვაქვს იმის, რომ ის რაც იქ არ გავიდა, აქ გავა. რაც შეეხება მათ მხნელს, ეხა რა თქმა უნდა ვერ დავეთანხმები, მაგრამ პოლემიკას არ ვაპირებ ნამდვილად. თავის გადასაწყვეტია რა სიტყვის, მთავარია რა არის, როგორია ადეკვატური შეფასება და ადეკვატური შეფასება ეხა მე არ მიყვარს არასდროს თავის მართლება და არც მიმართლია არასდროს, მაგრამ ეხა გუნდი რომელიც 73 წუთზე დაგირტყავს პირველად კარში, ცოტა რთულია დაეთანხმო მათ წვრთნელს, რომ უპირატესობა ჰქონდათ. ვერ ვიტყოდი ნამდვილად და თან იმიდან გამომდინარე, რამდენი მომენტი ჩვენ ჰქონდა. ეხა თუ ნახეთ თამაში მართლა ეხა მე ხუმრობდით, რომ ამდენი მომენტი არ ქონდა სახუმრად საქმე, მაგრამ მაინც რომ ამდენი მომენტი ერთ-ერთზე მომენტი 100%-იანი რასაც ქვია, ჩვენ საქართველოს ჩემპიონატში ეროვნულ ლიგაში ბოლო თამაშებს რო გადავხედეთ, ერთად აღებული 5 თამაში არ ქონია. ჩემი აზრით შანსები პირველ თამაშიდან გამომდინარე, რადგან წავაგეთ თანაბარია, ლევადია საკმაოდ ძლიერი გუნდია, მაგრამ ჩვენ ჩემი აზრით უფრო ძლიერი გუნდი ვართ, აქედან გამომდინარე, ხვალ ვესწრებით, რომ ჩვენი თამაში ვითამაშოთ, რაც ვიცით და რასაც ვაკეთებთ და რაც დაუგეგმეთ მწვრთნელთან ერთად და ჩემი აზრით, თუ ყველაფერს კარგად გავაკეთებთ და სწორად გავაკეთებთ, შედეგიც პოზიტიური იქნება ჩვენთვის. დიდი იმედი მაქვს, რომ მაყურებლები მოვლენ ხვალ თამაშზე, იმიტომ რომ თხოვნითაც მიმართავ, იმიტომ რომ ეს ერთობა შიგნითაც უნდა იყოს და გარედანაც უნდა მოდიოდეს და მე ვხედავ, რომ გულშემატკივრები გვიდგან გვერდში და იმედი მაქვს, რომ ხვალ დაგვიდგებიან კიდევ ერთხელ გვერდში და ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას, მაგის მწამს და ეს იქნება საერთო გამარჯვება და მაგიტომ თხოვ გულშემატკივრებს, რომ მოვიდეს თამაშზე. შეიძლება ეხა ვიღაცა იქიდან ირონიულად იყურებს, რომ აუ რამდენჯერ უნდა მივიდე და საკლუბო დონეზე გულისხმობ, მაგრამ პირობას ვდებ, რომ ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ, არ იქნება იქ, რომ ვიღაცამ რამე თავი დაზოგოს ან ასე შემდეგ.